ვინ დაიკავებს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში სპორტის განყოფილების უფროსის ადგილს დღეს გახდება ცნობილი. გასაუბრებას 14 კანდიდატი გადის. კონკურსი ხელმეორედ ტარდება, რადგან პირველ ეტაპზე კანდიდატებს შორის კომისიამ გამარჯვებული ვერ შეარჩია. სულ 90 განაცხადია შესული, რომელსაც 7 წევრიანი კომისია ირჩევს. გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა, რომ მან კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, ალბათ 70%-ით. 30%-ით იმიტომ არა, რომ რაღაცნაირად გასაუბრება იყო და სტრესის პირობებში მომიწია. კითხვებზე პასუხის გაცემა, გარემო საკმაოდ მეგობრული, პიროვნული მახასიათებლებითაც ინტერესდებოდნენ, ალბათ 50-50-ზე. მაღალკვალიფიციური კადრები იყო, ჩემი აზრით გასაუბრება სათანადო დოზენზე ჩატარდა. ეს კონკურსის მესამე ეტაპია, სულ 3 ეტაპიანი იყო, პირველი ეტაპი გახლდათ სივების განხილვა, მეორე ეტაპი ტესტირება, მესამე ეტაპი გასაუბრება. გასაუბრება არის სპეციფიკური, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკურსანტებს ვეკითხებით სპორტის განვითარების სპეციფიკას, ისინი როგორ ხედავენ სპორტის განვითარებას, რა პრობლემები არის. თავიანთი პრიორიტეტები, სულ მონაწილეები 14. კონკურსი ჯერჯერობით დადებითად მიმდინარეობს, არ ყოფილა რაიმე დარღვევები, ისეთი რადიკალური, რომელიც შედეგებზე გავლენას იქონიებს.